საქართველოს ეროვნულ ბანკმა 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგია გამოაქვეყნა, როგორც დოკუმენტში აღნიშნული ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები 3 წლის განმავლობაში უცვლელი იქნება. მარეგულირებელი 5 პრიორიტეტს ასახელებს, მათ შორისაა საფინანსო სექტორის რისკების მართვის, ჩარჩოს გაუმჯობესება, საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა, ფინანსური ინოვაციების წახალისება საერთაშორისო სტანდარტებთან, დაახლოება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა. მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვასა და სექტორისთვის პროგნოზირებად ზრდას. გაცემას ისევ საფინანსო თემით გავაგრძელებთ. ეროვნულ ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია დაამტკიცა, მიზანი მომხმარებელთა უფლების დაცვა, როგორია მარეგულირებლის მიდგომები, რას ითვალისწინებს სტრატეგია და როგორ შეძლებს ის მომხმარებელთა უფლების დაცვას საფინანსო სექტორში. ჩვენს ფინანსურ სექტორის რუბრიკის ფარგლებში ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ბიზნეს პარტნიორი სტუმარია ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემის სტუმრობისთვის. საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია. დავიწყოთ იმაზე საუბარი, კონკრეტულად რას მოიცავს. მე გარკვეულწილად კი მივაწოდებ მაყურებელს ინფორმაცია, თუმცა უფრო ვრცლად რომ ავუხსნათ, რას მოიცავს და როგორ ეხება ეს ამ ბაზრის მოთამაშეებს, როგორ შეეხება ის მომხმარებელს და თლიანობაში რას შეცვლის, რატომ იყო მისი მიღება მნიშვნელოვანი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიმართულებით მოგეხსენებათ ჩვენ გაგვაჩნიათ კანონმდებლობით მინიჭებული მანდატი, რომ დავიცვათ მომხმარებელთა უფლებები, რასაც აქამდე ვახორციელებდით სხვადასხვა ნორმატიული აქტის აღსრულებით, კონკრეტულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი, რომელიც მოიცავს ბევრ მოთხოვნას ფინანსური ორგანიზაციების მიმართ, თუმცა ჩვენი ქმედებები ძირითადად იყო მაინც ასე ვთქვათ რეაქტიული, ანუ ჩვენ ვაკვირდებოდით მომხმარებელთა პრეტენზიებს, როგორც იცით ეროვნულ ბანკში გვაქვს ცხელი ხაზი, მომხმარებელს აქვს საშუალება, რომ ნებისმიერი პრეტენზიით მიმართოს როგორც თავის უშუალო მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას, ასევე ეროვნულ ბანკს. ამ პრეტენზიების შესწავლის შედეგად ჩვენ ვნახულობდით რა შესაძლო გამოწვევები ან პრობლემები იყო ბაზარზე, რა აწუხებდათ მომხმარებლებს და შემდეგ ამას გადავთარგმნიდით, ასე ვთქვათ, გარკვეულ მოთხოვნებში თუ ეს საჭირო იყო. შეიძლება იმის თქმა დაუშვათ, რა ტიპის გამოწვევებზე და პრობლემებზე არის რეალურად საუბარი, რამაც დაუშვათ საბოლოო ჯამში მიგაღებინათ გადაწყვეტილება უკვე სტრატეგიულ დოკუმენტზე ჩამოყალიბებული ხავით. კონკრეტულად გამოწვევები და პრობლემები იცვლება, ბუნებრივია ბაზრის განვითარებასთან ერთად, თუმცა ამ სტრატეგიის ჩამოყალიბების მიზანი არ იყო კონკრეტულად აი ამ გამოწვევებზე პასუხი. ეს არის მოდელის შეცვლა, ასე ვთქვათ, იმ მოდელის, როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ. ანუ კონკრეტულად ეს რას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი, რაც ვახსენე, მომხმარებელთა პრეტენზიების მიღება, მათი ანალიზი და შემდგომ რეაგირება, რა თქმა უნდა, რჩება, შესაბამის განყოფილება ამაზე მუშაობს ეროვნულ ბანკში, თუმცა გარდა ამისა, სტრატეგიით სიახლე რაც არის და რაც განისაზღვრა, არის ის, რომ ჩვენ შევეცდებით უფრო მეტად პროაქტიულად, ანუ წინასწარ გავაანალიზოთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, ინდიკატორები და ამ ანალიზის საფუძველზე დავადგინოთ, ხო არ არის პოტენციური ან შესაძლო პრობლემები სექტორში მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით, რომ შემდგომ სანამ პრობლემა აღმოჩნდება, ასე ვთქვათ, და სანამ უშუალოდ მომხმარებელი დადგება პრობლემის წინაშე, მანამდე მოვაგვაროთ. ასე ვთქვათ, ჩვენი საქმიანობა ფაქტობრივად ორ ნაწილად იყოფა. ერთი მონაცემების შეგროვება და ანალიზი და ეს სტრატეგიაც განსაზღვრავს, რომ რამდენიმე მიმართულება აქვს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეს იქნება ინდიკატორების შემუშავება, რომელიც პრინციპში შემუშავებულია და თან ერთვის ამ სტრატეგიას. ეს გულისხმობს სხვადასხვა სახის სტატისტიკურ მონაცემებს, ასევე შინაარსობრივ და ხარისხობრივ მონაცემებს, რომელთა შეგროვებასაც განვახორციელებთ პერმანენტულ რეჟიმში გარკვეული პერიოდულობით. აქამდე თუ მაგალითად ჩვენ მქონდა ინფორმაცია მომხმარებლის პრეტენზიების შესახებ, რაოდენობების შესახებ, ეხლა ემატება სხვა ტიპის ინფორმაციაც, რომელსაც აქამდე ფინანსური ორგანიზაციები წინასწარ არ აგროვებდნენ, თუმცა ეს სტრატეგია უზრუნველყოფს იმას, რომ ფინანსურმა ორგანიზაციებმა წინასწარ დაიწყო ამ ინფორმაციის შეგროვება, იმისთვის რომ შემდეგ ჩვენ მოვახდინოთ ანალიზი. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ მაგალითად დღესდღეობით თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ სტატისტიკას მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ, რომელიც ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული და იქ არის მოცემული აგრეგირებული მონაცემები, ხო, ჯამურად თქვა სექტორში რამდენი პრეტენზია ფიქსირდება, რომელი ტიპის მომსახურებებზე, რა აწუხებთ მომხმარებლებს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ამას დავაკვირდეთ უფრო სიღრმისეულად. მაგალითად, თითოეული ფინანსური ორგანიზაციის დონეზე პრეტენზიები მაგალითად პროდუქტების მიხედვით, კონკრეტულად რომელ პროდუქტებს ეხება, ასევე მოვაგროვოთ ინფორმაცია ამ პროდუქტებთან მიმართებაში, მაგალითად მარკეტინგული
დანახარჯების შესახებ, ან გაყიდვების პრაქტიკის შესახებ, რომ გავაანალიზოთ კონკრეტული პროდუქტის აგრესიული გაყიდვა ხო არ ხდება, ან გაყიდვის პროცესში რამდენად დაცული მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება, შესაძლო აგრესიული გაყიდვის პროცესში ხომ არ ხდება ისე, რომ მომხმარებელს არ აქვს სათანადო ინფორმაცია და ამიტომ ბევრი პრეტენზია ფიქსირდება კონკრეტულად ამ პროდუქტზე. ან მაგალითად ამ პროდუქტს ხშირად მომხმარებლები აუქმებენ. თქვენ იცით, რომ მაგალითად მომხმარებელს ამის უფლებაც აქვს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში უარი თქვას გარკვეულ ხელშეკრულებებზე. ამიტომ მოხდება აი ამ ინფორმაციის უფრო დეტალურად შესწავლა, იმისთვის, რომ წინასწარ გავაანალიზოთ, სანამ მომხმარებელი უშუალო ფაქტის წინაშე დადგება, მანამდე რაიმე პრობლემა ხო არ აქვს რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს. იმდენად ბევრ და კარგ ნაწილს შეეხეთ, ახლა საუბრობთ გულისყურით გისმენით, რომ მინდა რომ მეტნაკლებად ყველა მიმართულება შევეხოთ. როდესაც საქმე ეხება მომხმარებლის ეს არ უფლებების დაცვას, ეს არ არის ვიღაც გააყენებული აბსტრაქტული ცნება, ხო? ეს ვართ ყველა მე თქვენ ყველანი ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სხვადასხვა მიმართულები და ამ შემთხვევაში რადგან საფინანსო სექტორზე ვსაუბრობთ, საფინანსო პროდუქტების მომხმარებლები და შეუძლებელია რომ ვინმეს ახლა ამ ნაწილში დაუშვათ არ სურდეს რომ მაქსიმალურად ეს მიმართულება იყოს ისე დარეგულირებული რომ თავიდან იყოს აცილებული ბევრი პრობლემა და კარგი ნაწილები ახსენეთ, როდესაც შეიძლება დაუშვათ კონკრეტული საბანკო საფინანსო ინსტიტუტი მომხმარებელს სთავაზობდეს რაღაც გარკვეულ პროდუქტს და ხომ არ სპეციალურად ხომ არ აყენებს რაღაც პროდუქტს უპირატეს მდგომარეობაში და შემდგომ ეს ყველაფერი ბუნებრივია რომ ძალიან მნიშვნელოვანია შესწავლის საგანი გახდეს. თუმცა რამდენად არიან საფინანსო ინსტიტუტები მზად აი ამ ყველაფრისთვის და რა ვალდებულებები უჩნდებათ მათ? ერთია თქვენს მიერ შემუშავებული დოკუმენტი და მეორეა ისინი რამდენად მზად იქნებიან აი ამ დოკუმენტის შესასრულებლად, იმიტომ რომ რეალურად ეს ისე მომხმარებელს ხომ არ დააწვება საბოლოო ჯამში, თუნდაც ურთიერთობის კუთხით ან პრობლემების შექმნელი ხომ არ აღმოჩნდება ამ ნაწილში. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა ტიპის ვალდებულებები უჩნდება საბანკო სექტორს და მთლიან საფინანსო სექტორს, მხოლოდ საბანკოზე არ არის ბუნებრივია საუბარი. კი, ეს საინტერესო საკითხია. აქვე აღნიშნა რომ პრინციპში ამ დოკუმენტში ჩვენ მოვახდინეთ ფორმალიზება იმ საქმიანობის, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და დოკუმენტირება. აქ ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე არის მაგალითად ეს მონაცემების შეგროვება, რომელსაც ფინანსური ორგანიზაციები ისედაც აგროვებდნენ, თუმცა უფრო გრანულარულად მოუწევთ უფრო მეტი დეტალიზაციით ამ ინფორმაციის შეგროვება. დანარჩენი პრაქტიკის თვალსაზრისით, პრინციპში დიდი სიახლე ისეთი არ არის, რასაც აქამდე არ ვაკეთებდით. ანუ პრეტენზიების ანალიზი, გარკვეული ინფორმაციის გამოთხოვა ფინანსური ორგანიზაციებისგან, შემდგომ მათთან კომუნიკაცია და სხვადასხვა პრაქტიკების შეფასება ისედაც კეთდებოდა. უბრალოდ ამას მიეცემა სისტემატიური ხასიათი და ეს ჩარჩო დოკუმენტი, ასე ვთქვათ, მისცემს საშუალებას ფინანსურ ორგანიზაციებს, რომ წინასწარ განსაზღვრონ რა ნაბიჯებს გადადგავს მარეგულირებელი. ანუ ამ კუთხით მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული სირთულე შეექმნებათ ფინანსურ ორგანიზაციებს, ერთ-ერთი რა თქმა უნდა გარკვეული ტიპის ინფორმაციის მოძიება. კონსულტაცია ამ ნაწილზე და დაუშვათ მოლოდინი როგორი გაქვთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქამდე როგორ ასრულებდნენ დაუშვათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. როდესაც მსგავსი ტიპის პრობლემა იქნება ხოლმე მე ძალიან ბევრი ადამიანი გადმომიმისამართებია თქვენს ცხელხაზზე სწორედ იმისთვის რომ დაუშვათ ეს პრეტენზია დაეფიქსირებინა. რამდენად სწორად რეაგირებენ ბანკები იქნება თუ დაუშვათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იმ პრობლემებზე რომელიც მომხმარებელს ექმნება ამათო მიმართულებით. ამაზე არაერთჯერ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ აღნიშნავ რომ პრინციპში აქ ინტერესები ემთხვევა ანუ ფინანსური ორგანიზაციის უმთავრესი ინტერესია რომ კმაყოფილი მომხმარებელი ყავდეს, ხო? ამიტომ ვცდილობს რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაარღვიოს მისი უფლებები. ეს ბუნებრივია არ ხდება ხოლმე ხშირად მიზანმიმართულად, არის რა თქმა უნდა გამოწვევები და პრობლემები ყოველთვის არის, დღესაც არის და სამომავლოდაც ალბათ იქნება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად რეაგირებს ფინანსური ორგანიზაცია და რამდენად ეთანხმება პლუს თქვა ჩვენ შეფასებებს. აი ერთ მაგალითს მოვიყვანთ კიდევ, რაც ასევე სიახლეა რა კუთხით, რომ თქვა წინასწარ იქნება განსაზღვრული მაგალითად საზამხედველო გეგმა, ანუ წლის განმავლობაში რომელ ფინანსურ ორგანიზაციებს შევამოწმებთ და რა მიმართულებით. სიახლე არის ეგრეთ წოდებული თემატური შემოწმებები. ანუ გარდა იმისა, რასაც მაგალითად ზუსტად ბაზარზე დაკვირვების შედეგად პირობითად მაგალითად რომელი ფინანსურ ინსტიტუტში და რა სანამ შევალთ, ანუ მანამდე არის თქვათ ვაანალიზებთ კონკრეტულად რა ტიპის პრაქტიკები არის საინტერესო მომხმარებლისთვის, ან შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. და ვახორციელებთ სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციების შემოწმებას ამ მიმართულებით. დღემდე მაგალითად უკვე 3 თემატური შემოწმება გვაქვს გაკეთებული, რამდენიმე 10
ერთეულ ფინანსურ ორგანიზაციაში. მაგალითად 2023 წლის ბოლოს ჩვენ გავაკეთეთ პროდუქტების დისტანციურად შეთავაზების პრაქტიკის შემოწმება. მარტივად რო ვთქვათ, შევამოწმეთ ფინანსური ორგანიზაციები დისტანციურად როგორ ყიდიან სხვადასხვა პროდუქტებს. მექანიზმი როგორია? ყველას ამოწმებთ თუ დაუშვათ ამორჩევით ხდება რომელიმე შემთხვევა? ეს ხდება შერჩევით. მიდგომა არის ესეთი, რომ სისტემურად მნიშვნელოვან ფინანსურ ორგანიზაციებს ვამოწმებთ ნებისმიერ შემთხვევაში, მსხვილი ბანკები, მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, დანარჩენებს შერჩევითად იმის მიხედვით, როგორი ტიპის პროდუქტები აქვთ, ან რომელზე ფიქსირდება მომხმარებელთა პრეტენზიები უფრო ხშირად, ან დღეის ამასიკით, ასე ვთქვათ, იმ ინდიკატორების ანალიზით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ანუ დავაკვირდებით ინდიკატორებში თვიდან თვემდე როგორი ტიპის გადახრა არის. ანუ სხვადასხვა მონაცემები რამდენად იცვლება თვის განმავლობაში და ხო არ ხედავთ სადმე რისკს, რომ რაღაც პრობლემა იყოს და ამიტომ გვინდა რომ შევისწავლოთ. გარდა ხსენებულისა ასევე გავაკეთეთ მაგალითად პრეტენზიების მიღებისა და მათი დამუშავების თემატური შემოწმება ასევე რამდენიმე ორგანიზაციაში. ანუ როგორ ხდება მომხმარებლის პრეტენზიებზე რამდენად ადეკვატურად ხდება რეაგირება. და ბოლო რასაც ეხლაც ვაკეთებთ და მიმდინარეა გასული წლის დეკემბერში დავიწყეთ, ეს არის სესხის ამოღების ეთიკის კოდექსის შემოწმება, რომელსაც ხო ძალიან ისეთ სენსიტიური საკითხია, მნიშვნელოვანი საკითხია და რატო არის კარგი მექანიზმი ეს თემატური შემოწმება? იმიტომ რომ მაგალითად აი ბოლო შემოწმების დროს ბუნებრივია კონკრეტულ ფინანსურ ორგანიზაციას არ დავასახელებ, მაგრამ ნახეთ რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ეთიკის კოდექსის მოთხოვნები დაცულია, ну გარდა გამონაკლისებისა, როდესაც ვთქვათ რაღაცა ხარვეზე არიან გაეპარა ფინანსურ ორგანიზაციას. ხშირ შემთხვევაში დაცულია, მაგრამ იმის გარდა რა არის გარკვეული გამოწვევები, მაგალითად აი რაც აღმოაჩინეთ თემატურმა შემოწმებამ, რაც გამოავლინა არის რომ ხშირად პრაქტიკა არ არის ასახული მაგალითად შიდა დოკუმენტაციებში. ეს ქმნის რა რისკს, რომ პრაქტიკა სწორია ფინანსური ორგანიზაციის, მაგრამ თუ ეს დოკუმენტირებული არ არის და ნებისმიერი ახალი თანამშრომელს არ შეუძლია რომ გაეცნოს ამას დოკუმენტურად, არის რისკი, რომ ის სხვანაირად მოიქცეს. ანუ თანხმედრაში უნდა მოვიდეს მაგალითად დოკუმენტები და რეალური პრაქტიკა. შეუძლებელია რომ არ კითხოთ, რადგან ახსენეთ ეს მიმდინარე შემოწმების ფარგლებში. სესხის ამოღების ნაწილი ეს ერთ-ერთი ალბათ ყველაზე პრობლემურია დამეთანხმება ნებისმიერი მაყურებელი და მათ შორის აქ ვждები ადამიანი, ვინც ახლა ამ გადაცემას უყურებს. ამიტომ საინტერესოა რა ტენდენცია ჩანს უკვე, ისი თქმაც ბუნებრივია შეიძლება და ამ თემატურმა მოკვლევამ რა შედეგამდე უნდა მიგიყვანოთ? ანუ საბოლოოდ მიზანი რა არის ამ ყველაფრის და რეალურად რა გადაწყვეტილების მიღებისკენ უნდა გიბიძგოთ? ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ჯერ რა ტიპის სურათი გვაქვს ამ წუთას? ვის აქვს ყველაზე დიდი პრობლემა, რომელ კომპანიას პირობითად, რომელ ბანკს? იმიტომ რომ ბანკებს თვითონ ყავთ დაქირავებული მომღები კომპანიები ან პირიქით მათ აქვთ. ეს მთლიანად აი ეს სქემა როგორ მუშაობს და თავარი პრობლემა ამ წუთას რა არის, რასაც რეალურად ახლა ხედავთ? თავარი მე ვიტყოდი მიღწევა არის, როდესაც პირველად სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი შევიმუშავეთ, გახსოვთ რომ საკმაოდ დიდი ნებათაღელვა იყო ფინანსურ ორგანიზაციებში, რომ ისინი მათ გაუჭირდებოდათ ამის შესრულება, თუმცა მიზანი აქაც ყველანი თანხმდებით, რომ თავარი მიზანი ეთიკის კოდექსი არის, რომ ეთიკური მომხმარების დაცვა რა კუთხით. და ძალიან მნიშვნელოვანია კი ბატონო. ანუ ურთიერთობა იყოს საქმიანი, არ იყოს მომხმარებლის შეშინება, თქვათ უხეში საუბარი და ასე შემდეგ. ანუ მიზანში პრინციპში ყველანი თანხმდებით. ამ კოდექსმა რაც მოიტანა არის ის, რომ თუ პირველ ეტაპზე ამ ეთიკის კოდექსის მოთხოვნების შესრულება ხდებოდა მხოლოდ ამ ეთიკის კოდექსზე დაყრდნობით, ფინანსურმა ორგანიზაციებმა შიდა ეთიკის კოდექსები შეიმუშავეს, გაწერეს შესაბამისი პროცესები, პროცედურები. ამ თემატურმა შემოწმებამ ზუსტად ეს გამოავლინა, რომ შესაძლოა იყოს გარკვეული ნაკლოვანებები პრაქტიკასა და შიდა დოკუმენტაციას შორის. რაღაცები შიდა დოკუმენტაციაში აკლდეს მაგალითად. და ხშირია ასეთ შემთხვევა? ვერ ვიტყოდი რომ ხშირია, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ დარღვევები არის, ამაზე ჩვენ ვაქვეყნებთ კიდეც ჩვენს ვებგვერდზე სანქციების შესახებ ინფორმაციას, რომელ ორგანიზაციას ვაჯარიმებთ, ასე ვთქვათ, ეთიკის გადაწყვეტილებები ხშირად მიიღება მომხმარებლის სასარგებლოდ თუ დაუშვათ ამ კონკრეტული ფინანსური ორგანიზაციის ან ამომღები კომპანიის სასარგებლოდ ხდება პრაქტიკა როგორია? აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია სანქციები გამოვიყენოთ კონკრეტულად ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების დარღვევის გამო. ანუ თუ პირობითად დაიღვა ეთიკის კოდექსის მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს, რომ მომხმარებელთან საუბარი უნდა იყოს საქმიანი და ეთიკური და ჩვენ თქვათ ჩანაწერის გადამოწმებისას შევამჩნიეთ, რომ არ უნდა იყოს ზეწოლა, არ უნდა იყოს მუქარა და თუ ესეთი ფაქტი დაფიქსირდა, ჩვენ ბუნებრივია ვიყენებთ სანქციას ფინანსური ორგანიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ იყოს იმის საფუძველი, რომ მომხმარებელმა თანხა აღარ გადაიხადოს. უბრალოდ ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ მომავალში ორგანიზაცია ესე არ მოიქცეს. თუმცა თქვენ თუ გადახედავთ მაგალითად სანქციებს, რომელსაც ჩვენ ვებგვერდზე ვაქვეყნებთ ხოლმე, ძალიან ხშირი არ არის. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხარვეზები ყოველთვის არის და მომავალშიც იქნება, ამას თავიდან ვერ
ვერ ავიცილებთ, იმიტომ რომ ადამიანური ფაქტორია, უამრავი ადამიანი მუშაობს საფინანსო სექტორში, ასეულობით და ყოველთვის რთულია თუნდაც თანამშრომლებისთვის მესმის, იმიტომ რომ ჩვენც ხელი ხაზი გვაქვს და ჩვენც უშუალო შეხება გვაქვს მომხმარებელთან. მამონტები კომპანიებს ძალიან არაეთიკურ ქმედებებს ქონდა ადგილი. ზუსტად ამისთვის არის ამის შესახებ თქვენ კარგად ხართ ინფორმირებული. ამისთვის არის სანქციებიც და ამას ვიყენებთ ხოლმე, როცა საჭიროა, რა თქმა უნდა. კი ბატონო. და მიზანი მთლიანობაში აი ამ მოკვლევების, აი ამ ყველაფრის საბოლოო ჯამში რა არის? რა შედეგებამდე უნდა მიგვიყვანოს და აი ამ თქვენმა აქტიურობამ, რომელსაც მხოლოდ მივესალმები, აი ამ მთელი ამ წლების განმავლობაში მომხმარებლის ცნობიერებაში დაუშვათ გაზარდა თუ არა დობა, შეიცვალა თუ არა მათი აქტივობა, სტატისტიკა მე ძალიან კარგად მახსოვს დაუშვათ, როდესაც ბიზნეს პარტნიორი საქმე ეთერში გადიოდა და მაშინ ვსაუბრობთ ამ ნაწილზე, მაშინ ძალიან ცოტა იყო იმ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც დაუშვათ თუნდაც იქივე თქვენთან მოდიოდნენ და საჩივრებს წერდნენ. დღეს როგორი სურათი გვაქვს ამ მიმართულებით? გავიზარდეთ თუ არა ჩვენ მოქალაქეები, რომ დიახ, ჩვენი უფლებების დარღვევა საჯარო დავაფიქსიროთ, პრეტენზია გამოთქვათ და ვიბრძოლოთ აი ამ ყველაფრის მიმართულებით. კი, ამაზე მათ შორის თქვენს ეთერში ერთხელ აგვინიშნავს, რომ ზოგადად რაოდენობა პრეტენზიების მზარდია, მაგალითად 2024 წელს წინა წელთან შედარებით ეროვნულ ბანკთან მომართვები 3.4%-ით გაიზარდა და კომერციულ ბანკებში 26%-ით, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. თუმცა აი რო დაუბრუნდეთ მაგალითად სტრატეგიას, რატო არის საინტერესო ამის ანალიზი. მხოლოდ ეს ერთი ინდიკატორი რაოდენობის ზრდა, ბევრს არაფერს არ გვაჩვენებს, თუ სიღრმისეულად არ გავაანალიზეთ, რა დგას ამის უკან. ჩვენ ამ ანალიზისთვის ვიყენებთ რა, ერთი შინაარსობრივად უყურებთ პრეტენზიებს, როგორ ტიპის პრეტენზიები პროდუქტს ეხება, ხო, ძირითადად? როგორ პროდუქტებს და რაზე გამოთქვამენ მომხმარებლები. ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ მომხმარებლების ცნობიერება ბევრად უფრო იზრდება. ისინი ბევრად უფრო მაღალი ფინანსური განათლების დონით გამოირჩევიან, ანუ უკეთ ერკვევიან უკვე ხელშეკრულების პირობებში, ანუ შინაარსობრივად აბსოლუტურად განსხვავებული პრეტენზიებია დღეს, ვიდრე იყო 5-10 წლისი, ხო? თუნდაც 2 წლისი. მეორე მხრივ კიდევ უნდა შევხედოთ აი ინდიკატორებს რომ დაუბრუნდეთ, რატო არის საინტერესო. ერთ-ერთი ინდიკატორად ჩვენ მაგალითად გვაქვს გამოყოფილი ფინანსურ ორგანიზაციებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა, რომელსაც შევადარებთ ჩვენთან დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობას. ამით ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად ეფექტურად მართავს ფინანსური ორგანიზაცია პრეტენზიებს. თეორიულად, თუ მაგალითად ეროვნულ ბანკში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა იკლებს, ეს შეიძლება მიანიშნებდეს იმას, რომ ფინანსური ორგანიზაციები უკეთ მართავენ ამ პრეტენზიებს და ჩვენამდე აღარ მოდის მარტივად რო ვთქვათ პრეტენზიები. ანუ მომხმარებელი მიდის თავის მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციაში, იქ პრეტენზიას ბოლომდე განიხილავენ, შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ და ჩვენთან კლიენტი აღარ მოდის. ანუ ჩვენ თუ შემცირდა რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფინანსურ ორგანიზაციებში გაიზარდოს, ეს შეიძლება მიუთითებდეს რომ იქვე ხდება ადგილზე ეფექტიანობაზე, კი, ეფექტურ მოგვარებაზე. ამიტომ არის აი ამ ინფორმაციის ანალიზი ძალიან საინტერესო. და რაც ეხება თქვენს კითხვას, რას გვინდა რომ მივახციოთ, არის ის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წინასწარ სანამ კონკრეტული პრობლემა დაუდგება მომხმარებელს, მანამდე გავაანალიზოთ პრაქტიკები, როგორი პრაქტიკა აქვს ფინანსურ ორგანიზაციას, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელიც ამ წუთას არ რეგულირდება ეროვნული ბანკის რომელიმე ნორმატიული აქტით. ისეთი პრაქტიკა შევაფასოთ მაგალითად, რომელზეც ჩვენ მოთხოვნები არ აგვაქვს. თუმცა დავაკვირდეთ, თქვათ შევისწავლოთ ბაზარი როგორ მოქმედებს. შეიძლება საერთოდ არ იყოს საჭირო რეგულირება, მაგრამ თუ რაღაც პრობლემა დავინახეთ, შეიძლება რეგულირებაშიც გადავთვალოთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ეს თემა ამოუწურავია, ამიტომ სიამოვნებით გიმასმისლებთ უკვე ახალ სეზონზეც აი ამ მოკვლევის კონკრეტული შედეგებით, როგორი სურათი გვექნება. ლაშა გზირიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.